კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და არწმუნებული ვარ მაგარ ნაბახუსებზე ხართ, ისე როგორც მე და მაგისთვის რა გვინდა? მაგისთვის გვინდა ჯოჯოხეთური ენერგია. რომ გადავაგოროთ ეს საახალწლო პერიოდი. თავი მისკადება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოგაფხიზლოთ ორმაგაც და ძალიან საინტერესო მანქანა მოვიყვანეთ. რომელსაც გადავიღებთ Samsung Galaxy S20 Plus-ით და დღევანდელ უხეშ ტესტ-დრაივში თქვენ ნახავთ Audi R8-ს. Audi R8 არის რომელი Audi, იცით? აი Audi-ზე რო გახსენდება პირველივე მოდელი არის ეს. ყველაზე სპორტული Audi, ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე პატივსაცემი Audi-ა და ყველაზე გაძეძგილი თავისი პერფორმანსით. ერთი სიტყვით საიმიჯო Audi არის R8. ეს ზუსტად ის მოდელი არის, რის გამოც Audi მე პირადად მიყვარს. აი მე Audi-ს პატივსცემ, იმიტომ რომ აი ეს ბოზობა ყავთ. ეს არის პატარა რაკეტა, რომელმაც ავტოინდუსტრია შეცვალა დიზაინის თვალსაზრისით. თქვენ შეიძლება საახალწლოდ Nissan GT-R-ს ელოდებოდეთ R35-ს, თუმცა კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ რატო არ გვყავს GT-R-ი დღევანდელ უხეშ ტესტ-დრაივში. გამომწერები ისე სწრაფად გვემატება, ზოგი ახალი არის ჩვენ არხზე, მაყურებელი და მათ უფრო შევახსენებ, თუ რატომ არ გვყავს GT-R-ი და რატო ვერ გაგახარეთ Nissan GT-R-ით. ვინც შემოგვეხმიანა GT-R-ის მფლობელი, პატრონი, ყველას როგორც უხსენეთ ტრეკს, ეგრევე უარზე არიან. ეხლა თქვენც კარგად იცით, Nissan GT-R ტრეკზე თუ არ მოვიყვანეთ, მაშინ საწავიღოთ. ამიტომ ეგ არის ძალიან მარტივი და პატარა მიზეზი, რის გამოც ჩვენ GT-R არ გვყავს. თუმცა ორი GT-R-ის ფასიანი მანქანა მოვიყვანეთ, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. 2006 წელს პირველი R8 გამოვიდა, ეს იყო 4.2 ლიტრის მოცულობის. 2008-ში უკვე გამოვიდა ეს V10 R8. პირველი იყო 4.2 ლიტრის 8 ცილინდრიანი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებდა 420 ცხენის ძალას, ატმოსფერული, არანაირი ტურბინა, არანაირი კომპრესორი. 2008-ში უკვე V10 გამოვიდა 5.2 ლიტრის მოცულობით, რომელიც გამოიმუშავებს 525 ცხენს და 530 ნიუტონს. დღეს არ არის გასაკვირი და დარწმუნებული ყბა არ ჩამოგივარდათ, იმიტომ ვიზუალს რო შეხედავ მინიმუმ 1500 ცხენის ძალიანი გონიათ, მაგრამ 2008-ში ესეთი დიზაინით 525 ცხენი და 530 ნიუტონი პიზდეცი იყო, სული პიზდეცი იყო. სული პიზდეცი ეხლაც არის, ამანქანას რო უყურებ, აი უკვე სული პიზდეცია. სადაც არ უნდა გაიარო, სადაც არ უნდა გაჩერდე, სადაც არ უნდა გარეცხო, შუქნიშანზე წითელიანი თო იქ. გაიარე ბოზებთან, გაიარე კაი ტიპებთან, გაიარე ბავშვებთან, გაიარე ბებრებთან, სადაც არ უნდა მოხდე. ყველა გიყურებს ამ მანქანაზე. ყველა აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე, თქვენ ხვდებით, რომ მანქანებში ერკვევა ადამიანი თუ არ ერკვევა, ამას რო ხედავენ, всё, უკვე ყველამ იცის, რომ ბევრია გადახდილი და მანქანა უნდა იყოს ძალიან მაგარი.
და არ ცდებიან, მართლა ეგრეა. მოდი გავიაროთ ახლა ამ ავტომობილთან დაკავშირებული დეტალები. პირველი ვიზუალი მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ვიზუალით გამოირჩევა ჩემთვის ეს მანქანა. როდესაც ეს ავტომობილი გამოვიდა და წარადგინეს, კონცეპტ ქარი როდესაც იყო, პირველი აქცენტი რაზეც გაკეთდა, ეს იყო AF-ელი გვერდი, ბლეიდი, ანუ ჩვენ ბრიტვას რასაც ვეძახით, რომელიც არის სხვა ფერში, ჩვენ შემთხვევაში კარბონში. რა თქმა უნდა, მანქანის ფერებშიც იყო ეს დამატებითი ოფცია, რომ კარბონის იყოს. ეს მთლიანი გვერდია, ეს ულამაზესი გვერდი და ამას რაღაცა ხალხი ვერ შეეგუა. ეს რა არისო, რას ვტენითო, მაგარი ბანძი იქნებაო. თუმცა მე ვერ წარმომიდგენია R8 ამის გარეშე. და როგორღაც მაინც შეძლო აუდმა რომ ჩაეჯვა მაგაშიც, იმიტომ რომ ახალი მოდელები, რომელიც გამოდის დღესდღეობით, ესეთი აღარ აქვს უკვე. აი აქ თავდება და უბრალოდ ჩვეულებრივი საჰაერო გახადეს. მარტო ორი ვერსია არ ყოფილა, მე უკვე გამოვიდა GT Spider-ი, სახურავი რომელსაც ეხდება, ანუ კაბრიო როდსტერი შეგვიძლია დაუძახოთ. მე გამოვიდა V10 Plus-ი, ანუ 10 ცილინდრიანი პლუსი, ცოტა მეტი ცხენის ზალა აქვს და მე უკვე ახალი კუზაო, რომელიც დღესდღეობით ყავს ყველაზე ბოლო ვერსიები რაც არის. რომელიც დიდად არ მომწონს. ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი R8 Audi არის ეს. შეამჩნევდით რომ ეს მოდელი არის ძველ ფარებზე, ანუ პირველი თაობის ფარებზე არის და ძალიან მომწონს. რესტაილინგები, ანუ facelift-ი, რომელმაც განიცადა, იმას უფრო თანამედროვე უყენია, თუმცა რატომღაც მე ეს უფრო მომწონს. ბევრ შემთხვევაში, როდესაც facelift-ი უკეთდება ავტომობილს, ხან მომწონს, ხან არა. აუცილებელი არ არის რესტაილინგი იყოს უკეთესი. ჩემი გადმოსახედიდან ძალიან ბევრი ავტომობილი ძველ ვიზუალზე, ანუ პირველი ვიზუალი რაც აქვს, ის უფრო მომწონს ხოლმე. მაგალითად Mustang-ი ავიღოთ მარტივი მაგალითისთვის. 2015 წლის Mustang-ი ბოლო რაც არის, არა facelift-ი, ანუ არა რესტაილინგი უფრო მომწონს, ვიდრე რესტაილინგი. იმიტომ რომ მე იმას შევეჩვიე, ის მომეწონა, იმას დავუმყავენ და რესტაილინგზე რაღაც საერთოდ სხვაგან წავიდნენ. სწრაფ მანქანას რა ჭირდება ტრეკისთვის განკუთვნილს? რა თქმა უნდა, კარგი ტორმუზების სისტემა. მუხრუჭი თუ არ გვაქვს კარგი, იმ მანქანიდან სპორტული მანქანა ვერ გამოვა. ოფციებია რა თქმა უნდა აქაც, როგორცაც გინდა ისეც არჩევ, თუ გინდა კერამიკული იქნება, თუ გინდა ჩვეულებრივი, თუ გინდა საერთოდ ჩვეულებრივი, თუ გინდა ძალიან კერამიკული იქნება, რომელიც იმენა ყბას გამტროს ტორმუზის დროს. კი ბატონო, ამაზეც უზარმაზარ მუხრუჭებს ხედავთ, ეს იმიტომ რომ ტრეკზე როდესაც დადიხარო, კარგად დაამუხრუჭო. აი ამ ხელაკარი. აი ამ ხელაკარი, წარმოგიდგენია, მთელი მანქანა იღება, რომ ჩაჯდე. ძალიან მაგარია. დარწმუნებული ვარ, ეს მანქანა ტრანსფორმერი რო ყოფილიყო, ან ტრანსფორმერებში გადაიღოთ, უკვე ხვდები, კარი რა დეტალიც იქნებოდა. R8 ლოგო აუზის ხუბზე, აქედან ვასხავთ საწვავს, სოკარე სუპერი გვისხია. ერთ-ერთი ადგილი იმ მხრივ არ მომწონს, რომ ყურადღება უნდა მიექციოს, როდესაც ვასხავთ საწვავს და გადმოვიღეთ, არ უნდა დავაწუწოთ, აი აქ არ უნდა ჩამოეწუწოს, კარგად უნდა ჩავფერთხოთ შიგნით, რომ ბოლო წვეთები არ მოხდეს აქ. და ყველაზე მთავარი, უკანა მხარე, Audi R8 რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტრაკი და მარტო ტრაკი არა, ძრავაც, ჩვენი V10 ძრავაც არის განლაგებული უკან. ჩვენ შუშიდან პირდაპირ უყურებთ ამ ულამაზეს ძრავას, რომელსაც აქვს V10, წარწერები, ხუფი, ლამაზი, შემშვები, ყველაფერი, აი პორნოგრაფია დახატული, ფუნჯითა ეს შემოხატული და ზუსტად ეს არის ამ მანქანის უნიკალურობა და განსხვავებულობა. არა მარტო ძრავში, არამედ დიზაინში. ეს ორივე ერთად რა არის იდეალური მანქანა, რომელიც კისერს ამტროს ყველას, ვინც ამ მანქანას დაინახავს ქუჩაში. მარტივი გასარჩევია, თუნდაც მაყუჩებით, 4 რომელსაც აქვს არის 8 ცილინდრიანი, რომელსაც თითო-თითო აქვს ბოლოებში, ეს არის 10 ცილინდრიანი. ორივე ძალიან ლამაზია, არ ვიტყვი რომელს ჯობია, ეს არის გემოვნების ამბავი, მე ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ ეს კუზაო ძალიან მომწონს. აი ამას რო უყურებ, აი ამას, აი ამ ჭრილებს რო უყურებ, აი ამ ჭრილებს რო უყურებ, ამ ფარს რო უყურებ და აი ამ დიზაინს რო უყურებ, აი როგორ არ უნდა მოგეწონოს, სულ Audi გეზიზღებოდეს, ვაღიაროთ, რომ ეს მანქანა უნდა მოგწონდეს. როა უკვე ძრავას შავხედოთ. ჩვენ კაპოტს ამ შემთხვევაში საბარგულს ვავხადოთ. აი აქ ესეთ პატარა ღილაკი და ეხა საბარგულს, მაგრამ კაპოტს რო ავხადოთ ძრავა სადაც არის განლაგებული, აი აქედან. საფხართ. აქაურობას მხოლოდ და მხოლოდ ერთ რაღაცას დავამატებ. ტურბოს. იმდენად იდეალურია, მეტი ამას არაფერი არ ჭირდება. ნუ ხას ისევ იმას უსვამ, რომ ეს ცხენები მართლა ისეთი არ არის, რომ ყბა ჩამოუვარდეს ვიღაცას, მაგრამ შეგიძლია რაღაცა თუ მაინც და მაინც ამ მოდელის ფანი ხარ და გინდა რომ უფრო ჩქარი იყოს, ნუ რაღაცას მოიფიქრებ. ნუ საქართველოში მე არავის არ ურჩევდი მაგას, ეხა ამის დრავიდო დაშალოთ ეხა გაატოვებინოს, მაგრამ არის აკეთებენ მაგას, ვისაც საშუალება აქვს, ვისაც მერვები აქვს
და ვინც კარგ ქვეყანაში ცხოვრობს, ავტომობილების თვალსაზრისით გულისხმობს, სადაც უფრო განვითარებულია ტიუნინგი, ეგეთ რაღაცებს აკეთებენ, კი. ასევე შეგახსენებთ, რომ 10 ცილინდრიანი ძრავები ეს 8-ში დევს და ეს 6-ში დაახლოებით 2007-2008 წლიანებს გულისხმობს, რა თქმა უნდა, ახლებს არა. რავი, რა შემიძლია კიდე დავამატო ამ უნიკალურობას. ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 1600 კილოგრამია. კონცეპტად დიზელიც კი წარადგინეს, მაგრამ კონცეპტად დარჩა, მე რა ვიცი, არავინ არ გამიგია დიზელს ყიდულობდეს, ანუ სადმე რაღაც ჩალიჩოვდეს დიზელი როდის გამოვა, თუმცა ეგეთი მცდელობაც იყო. და არა მარტო დიზელი, e-tronიც კი იყო კონცეპტად, ეგეც სხვათა შორის ეგ უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ უფრო რაღაც მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი არის. ესეთი ვიზუალი, ესეთი დიზაინი და უცებ ელექტრო, ძალიან მაგარია, როგორც მაგალითად BMW i8 გამოუშვა ნახევრად ელექტრო, ანუ ჰიბრიდული ძრავი, ესეც საინტერესო იქნებოდა ელექტრო. ალბათ ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებენ, მაგრამ ესეთი დიზაინი აღარ ექნება, იმიტომ რომ სხვა დიზაინზე გადავიდა ერვა. კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, მთლიანი ცხვირი უნდა ავწიოთ, ანუ უნდა გავატყავოთ მანქანა და რეალურად ძალიან პატარა ადგილი აქვს წინ რაღაც ჩვენ ნივთების ჩასადებად. შუაზე გავხიე მაგა ეს პირდაპირ ეს სიფათი გავაცალე და ხდება ეს ადგილის თუ ჩასადებად. ეს რა მაქსიმუმ აი ამას ჩააგდე. სხვა რა უნდა დააგდო აქ მეტი მითხარი, აი რა უნდა ჩატენო. მე შოკი ერთი ფულით სავსე, ან რა ვიცი, მეტი რა სხვა რა უნდა ჩადო. ეხლა უკვე შეგვიძლია ამოვქოქოთ ეს ნადირი, ჩაუზეთ და გავიაროთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აბა რისთვის ვართ აქ, ხوار ვიკატავებთ. დავედით. აი ამას ნახდათ არ მოველოდი. ეს გასაღები ნამდვილად არ უხდება აი ამ მანქანას. აი არანაირად არ უხდება. რაღა დროს გაღება და შეჭობა ან ზოგადად აი ეს რა ვიცი, რა გითხრათ. მაგრამ მინდა რომ დადებითი ვიდეო იყოს, მაგრამ ნუ ეხა მინუსებს ვერ დავმავა მაგის გამო. ეს გასაღები არაფრად არ მოწონს. ამას წლოვანებითაც კი ვერ ვამართლებ, ანუ 2008-ში, 9-ში და 10-ში აი მაშინაც შეეძლოთ რომ ღილაკზე ყოფილიყო, ამიტომ ძალიან დიდი მინუსი მაგას და უფრო დიდი მინუსი საჭეს. არაფერში არ ზის, აი არაფერში არ ზის ეს საჭე. ზედმეტად უბრალო, ზედმეტად, ნუ ეხა გაცვეთილი ამ შემთხვევაში და ზედმეტად მახინჯი. პირველი რასაც გავაკეთებდი, მინიმუმ, აი ყველაზე ცუდ ვარიანტში, აი მინიმუმ ну ახალ რაღაც ალკანტარას გადავაკრავდი ან ტყავს, მაგრამ აი დიზაინით ეს მანქანა არის ძალიან მაღალ საფეხურზე, საჭი არის უბრალოდ ჩვეულებრივი, რავი, A4 საჭია, არ ვიცი, საჭე ჩვენი გადაცემათა კოლოფი, ესე იგი, როდესაც ვაკრავთ ნეიტრალში გვაქვს, აი ესეთი მარტივია, ესე გადმოწევ, კიდე ნეიტრალშია და მე ერთს რომ მიარტყა უკვე ასწერს A1, ანუ ავტომატურად თავს თვითონ. კიდე ერთხელ იგივე ხელის მოძრაობით ბერკეტს მოვაწვევით მარცხნივ და უკვე მანუალში გვაქვს. ანუ ჩვენი თავს სიჩქარეებს. სიჩქარებთან დაკავშირებით აქვე რო არ გამორჩეს, გეტყოდით რომ ამასაც ვერ უმუღამებ პლუსი რო წინ აქვს მინუსი უკან. ანუ სიჩქარეს, როდესაც უმატებს ჩვენ ავტომობილს ვაწვევით წინ. ეგ არ მომწონს და ყველა ვიდეოში აღნიშნავ ხოლმე, სადაც ეგრე გვხდება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გაზაოთ წნევა, ანუ დატვირთვა მოგდის უკან, ანუ უკან გვაწვება, როდესაც უკან გვაწვება, ყოველთვის მარტივია სიჩქარების გადართვა, მომატება რო იყოს უკანა მხარეს, ანუ აქეთ რო ვაწვევით. ასევე მუხრუჭის დროს ეს მთელი დატვირთვა გვაწვება წინ და უფრო მარტივია სიჩქარეებს რო წინ მივაწვევთ, რომ ჩამოვყაროთ თქვევით. აქ პირიქით არის, ანუ წნევა გაწვება და შენ კიდე წინ ვთავ ესე. რო ატორმუზებ, მე უკან უნდა გადმორთვა, ამიტომ ეგეც არ მომწონს. დავიკიდებთ მაგას ფეხებზე და უბრალოდ საჭიდან გადავთვალთ. პლუსი მინუსი, всё, აქ აღარ გვიწევს არაფრის ჯაჯგური. ისევ კაცური ხელის მუხრუჭია აქ ძველ სტილში. ჩავაგდეთ სიჩქარეში, ავტოთი შეგვიძლია ხა გავიკატაოთ და თან მოგიყვებით ამ მანქანასთან დაკავშირებით ყველაფერს. რაც შევამჩნე, რაც ვერ შევამჩნე, რაც მომწონს და რაც არ მომწონს. დაკიდების სისტემა, რომელსაც ჩართავ ეგრევე სპორტული ხდება და აი რა გითხრათ რა, ეს არასდროს არ ჩართოთ, ეს უნდა ჩართოთ მხოლოდ ტრეკზე და მხოლოდ იდეალურ საფარზე, იმიტომ რომ იმდენად ხისტი ხდება მანქანა,
აი იმდენად ხისტი ხდება, მე პირდაპირ ვიზახი, რომ ეგეთ ხისტ მანქანაში, ეგეთ გრუპ მანქანაში ჯერ არ ვსდარვა. გუშინ ქალაქში შევეცადეთ, რომ გვიარა, ამეთი რა თქმა უნდა ტესტავდით ამ მანქანას ყველანაირ პირობებში და პირდაპირ აი ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვიზახი, რომ აი ხერხემალი დამიპატარა და 2 სანტიმეტრით მოვიკელი სიმაღლეში, იმიტომ რომ მალები დაჯდა ერთმანეთში, რომ ურტყავდა, მირტყავდა ეს დაიკუნშა და ვცდილობდი, რომ დიდხანს გამომეძინა ერთი 10 საათი მაინც რომ ეს გახსნილიყო და სითხე ჩამდგარიყო უკან. მაგრამ მაინც რო გავიზომე, მე მგონი 1 სანტიმეტრი კიდე მაკლია. დღესაც უნდა ჩაუწვე ეხა და კარგად წაუძინო. აქვე გვაქვს დიდი სპორტ ღილაკი. ეგრევე შეიცვალა, მე ნაცია ეგრევე ბრუნებია. მიხვდა რომ სადღაც ისეთ ადგილას ვიმყოფებით, სადაც უნდა ჩავაფაროთ, ან ვიღაც მივაჩაგროთ. გვაქვს ავარიული ღილაკი და უკანა სპოილერის მექანიკური დაწევა. ანუ ჩვენ რო დავაჭერთ სპოილერი ამოვა, ვიღაცა რო გვინდა რომ ჩავაყოთ, სადმე რომ მივალ და კამანდა რო გაიჭიტება, ეგრევე დავაწვევით, სპოილერი წამოყოფს თავს. თან ისი ამოდის, რომ ხედვის არეალს არ გიფარავს, ანუ უკან რო იყურები ამ პატარა სარკიდან, ხო, ისე ეს პატარა შუშა გვაქვს უკან რო რაღაც დავინახოთ, არ გიფარავს იმას, ისი არის გათვლილი ყველაფერი. მომწონს დიდი ბეტმენის ფრთა რო არ ამოდის და თან თავისი ფუნქცია რო აქვს, ეგეც ძალიან მომწონს. და ნუ პარკინგი ამ ავტომობილში პირდაპირ გეტყვით რომ არის საჭირო. საჭირო არის, იმიტომ რომ იმდენად დაბალია, ყველაფერს ვერ ხედავ, რაც არ უნდა კარგი არეალი ქონდეს ხედვის, მაინც ისეთი ავტომობილი რომ ყველაფერს ვერ გათვლი. ამიტომ პარკინგი კარგია და უკუსთვის კამერაც გვაქვს. პატარა მივადგა სატესტო გასახურებელი ჩადგმა იყოს ეს და მე კიდე გავაგზავნოთ სალონზე. მანუალში გადმოვიტანოთ მეორე სიჩქარე, ეგრევე ბრუნები აიწია, ვიათი გუგუნებს თავთან შეგვიძლია ჩავაჭიროთ. აუ, ძალიან მაგრა შედის, მოსახვევებში შედის, აი პიზდეც. დაწეპებულია ასფალტზე. აი ვისაც ტრეკი ევასება, დარწმუნებული ვარ ჩადება ამ მანქანაზე. შეიძლება 525 ცხენის ზალა მართლა არ იყოს რაღაც კატასტროფული, იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოებში მიჩვეულები ხართ, რომ რაღაც ძალიან ისეთ ციფრებს ვაბრეხავთ ხოლმე 600, 700, 600, 700. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი არის 4-ვე წამყვანი, quattro, ჩვენი quattro Audi გაძლევს იმ შტაბეჭდილებას, რომ უფრო ძლიერი, ანუ ორმაგაძლიერი მგონია ეხა ეს მანქანა, მოსახვევი შედის იდეალურად და მით უმეტეს დაბალი სიჩქარიდან როგორც კი ჩქარდები, არანაირი დანაკარგი რო არ გაქვს და მანქანა რო არ ბუხსაობს, ის ეფექტი, ის შეგრძნება გაქვს არაამქვეყნიური. ამიტომ ტრეკზე ამ მანქანით ისე იხალისებს ადამიანი, ისე იხალისებს ამ შემთხვევაში პატრონი რო ჩამოვიდეს, დარწმუნებული ვარ ყოველდღე ტრეკზე იგდეს უკვე და აი ყოველდღე მოუნდება რომ აქ იგაზაოს ამ მანქანას. ზოგადად ყველა ვიდეოში, სადაც მე გადამიღია 4-ვე წამყვანიანი ავტომობილი, ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემთვის გასართობი არ არის, იმიტომ რომ დრიფტი არ შეუძლია. ნუ ყოველ შემთხვევაში, რომც შეძლოს, ისეთივე ეფექტს არ ტოვებს, როგორც უკანა წამყვანი. თუმცა ჩვენ შემთხვევაში მაინც ვცადე, რომ აი ეს ღილაკი გამომეყენებინა, რომელიც თიშავს მოცურებას და გაოცებული დავრჩი.
ეს ის მანქანა, რომელშიც დიდად კომფორტი არ უნდა ვეძებოთ. კომფორტში გულისხმობ თუნდაც პრაქტიკულობას და პრაქტიკულობაში რას გულისხმობ ახლა განახევთ. ეს არის ერთი პატარა საფერფლე გვაქვს. აქ ორი ჭიქის ჩასადები და ბოლოში, აი აქ სულ ბოლოში პატარა თითი უნდა მოიტეხო ესე, რომ აი პატარა სათავსო გვაქვს, სადაც ამ შემთხვევაში ჩვენი კოვიდიდან გამომდინარე პირბადეებით არის გაძეძგილი. ძალიან უკან არის. გვაქვს მერე ჩვენი სათავსო წინა, რომელიც ისეთი პატარა არის, რომ მაქსიმუმ არ ვიცი რა უნდა ჩადო, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ რამეს ჩადებს, ფურცლებს მაინც ჩაყრი. არამე ბარათები შეგიძლია ჩაყარო. კიდე, ხო, თავარი. კარები მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება, აქ სხვანაირი დიზაინი გვაქვს, ეს კარბონში ჩასმული ლამაზი, იქით უფრო სხვანაირი ბერკეტი აქვს, რომ კარი დავხუროთ. თვითონ დიზაინზე ტორპედოსი ნორმალურია, ოდნავ ცოტა ძველი სტილი დაკრავს, მაგრამ ჩემთვის მაინც მისაღებია და ჩვენი პატარა სასაცილო მთავარი მონიტორი, რაც გვაქვს, ეს მულტიმედიას გულისხმობს, მოიცადეთ ჩემი გასახსნელი დანა შევარჭო. აი ესე გამოიყურება, განსხვავებული ნახდათ არ არის, აი პირდაპირ ვიძახე, აი განსხვავებული კი არა, აი რა შეიძლება რომ უწოდო ამას. გასული საუკუნე შემიძლია უწოდო, ესე ღილაკსო დავაჭერთ. ესე გადამოდის და შეგვიძლია ვტენოთ ჩიპები, ან უბრალოდ დისკი თხაროთ პირდაპირ. მაგრამ დისკების ჩასადები აქ უკანაც არის, CD changer-ი აქვს, ან წლოვანებიდან გამომდინარე ეს აქტუალური იყო CD changer-ი და რაღაცეები, ამიტომ ცუდი არაა, მისაღებია რა. ეხლა 21 საუკუნეში 2020 წელი დამთავრდა, უკვე 2021 წელში ვართ. ხო, ეს ცოტა უცნაურია და ძველმოდური, მაგრამ იმ პერიოდში შეიძლება ტვინი გადმოგივიდეს თავიდან. 2008-ში რო ვიღაც ამით გაჩიტულიყო, არ ვიცი, ყველა ოჯახს დაანგრევდა და არ ვიცი, ყველა მაგას დაწყეულდა. იმიტომ ვისაც არ უნდა მიუყენო ეს მანქანა. აი რა ვიცი, ხა გოგოს რომ მიუყენოთ და უარს გეტყვის, ვერ წარმომიდგენი. ალბათ ბიჭიც taktan ხდებოდა. ესე დაბალ და პატარა მანქანაში ძალიან მაგრად ვეტევი. ანუ სივრცე არის, რანაირად მოახერხეს, არ ვიცი, მაგრამ ინტერიერში, სალონში სივრცე არის. ეს მხოლოდ აუდმა, რა ვიცი, როგორ შექმნა, არ ვიცი, კარგად შექმნა, ფაქტია, გაითვალისწინა ყველაფერი, რომ მაღალ ადამიანს არ გაუჭირეს ჩაჯდომა ამ მანქანაში. სკამებს რაც შეეხება, აი რო გითხრათ, რომ გადავირიემეთ, მოგატყუეთ პირდაპირ ვიძახი, მეტი სპორტულობა უკეთესი იქნებოდა, ნორმალურია, ცუდი არ არის, მაგრამ რა მივეჩვიეთ უკეთეს სკამებს და ეთყობა ეხა ეს სკამი იმდენად ეფექტური არ მოხდა. თუმცა 2008-ში რომ ენახა, ალბათ ვიტყოდი, რომ ძალიან მაგარი სკამია მეთქი. მინუსი არის კიდე ამ CD changer-თან სკამს როდესაც წევთ, ედება და იჭეჭება უკან აი ეს მთლიანი ესეთი პატარა რაფა როგორ. არ ვიცი, რანაირად უნდა ქნა ისე რომ არ გააფუჭო არც ერთი და არც მეორე და თან შე რო ჩაეტიო, იმენა იჭეჭება. მისაყუდებელი ედება და დეფორმაციას განიცდის უკანა მხარე, აი. მთლიანობაში პირდაპირ ვიძახე, წლოვანებიდან გამომდინარე ძალიან მომწონს, აი დასაწუნი ისეთი რეალური მინუსი სალონში ერთადერთი არის საჭე და გასაღები, სხვა აი რეალური მინუსი რო თქვა, რომ ფუ ეს რა არისო, აი ვერაფერზე ვერ ვიტყვი. აი პირდაპირ ვიძახე, ანუ ვერ ვიძახე ვერაფერზე ისეს, რომ რაღაცა გემოვნებაზე არის უბრალოდ აქ, თორე აი მინუსი მანქანის არაფერი. ესაც უცნაურად არის პირიქით ჩამოდი ჩვენი მზის ამრეკლი, რო არ მოგვანათოს თვალებში და ჩვენი 525 ცხენით რამეს არ გავერჭოთ. ეს რავი ლამაზია. მეტი ვერაფერი, ახლა მეტი რა უნდა გითხრათ, დანარჩენს თქვენ თვითონ ხედავთ, ან მოგწონთ, ან არ მოგწონთ. მიხარია რომ გავეცანი ამ ავტომობილს, რაც შემეძლო, რა ინფორმაციას მოვიძიე და თუნდაც რა ემოციებიც გადმომცა, ვეცადე რომ ყველანაირად მაქსიმალურად 100%-ით გადმომეცა თქვენთვის. შემიძლია პოტენციურ მყიდველებზეც 1-2 სიტყვა ვთქვა. ნეტა ბევრი პოტენციური მყიდველი იყოს ამ ავტომობილს. მეც ვერაფერს ვერ ვიტყობ, იმიტომ რომ პოტენციური მყიდველები ფაქტობრივად არ არსებობს. რამოდენიმე დადი საქართველოში ეს მანქანა და ვისურვებდი, რომ ყველას შეეძლოს ამ ავტომობილის ყიდვა და მართლა რაღაც პოტენციური მყიდველების ის სექტორო ჩამოყალიბდეს და თუნდაც ვიხუროთ მაგაზე. წლების მანძილზე R8 ნურბურგრინგის უპირობო ლიდერი იყო. ანუ ფაქტობრივად რას აკეთებდა ისი? სხვა ავტომწარმოებლები ესე ზრდილობიანად დაპატიჟა, მობრძანდითო, აი ესე ზრდილობიანად გადაკუზა და ზრდილობიანად დაკავდა სიყვარულით. წლების მანძილზე სისხლს უშროვდა და აგრძელებს. სპეციალურად მაგისთვის, რომ იმდენჯერ გაიმარჯვა ნურბურგრინგზე 24 საათიან ლემანში, რომ
აუდმა გადაწყვიტა სპეციალური მოდელი გამოეშვა, მწვანე ჯოჯოხეთი, Green Hell ქვია ესეთი და მიუძღვნა მაგ გაპარტახება სხვა ავტომწარმოებლების. ნურბურგრინგზე მწვანე ჯოჯოხეთი ბაბანებს, ჩვენთან წითელი ჯოჯოხეთი ბაბანებს. ერთადერთი თხოვნა მექნება რომ გასინჯოთ. კარგი ვიდეო რომ გადაგვეყო, ეს მანქანა უკვე რამოდენიმე დღეა ჩვენ მყავს, ვიარეთ ქალაქში, ვიარეთ ტრასაზე და მაინტერესებდა შემაწუხებდა და ზედმეტად სპორტული იქნებოდა თუ შესაძლებელია რომ ამ მანქანით ასე თუ ისე ვიკენდებზე ქალაქში იკატაო. კი, არ დაგიმალოთ, კომფორტში შესაძლებელია, კარგია, არ დამღალა, მაგრამ ნუ ქალაქში სპორტ რეჟიმის სიარული, აი არ ვიცი, კატასტროფა ეგ არ უნდა ქნათ. ნუ მაგას თავის დანიშნულებები აქვს და რა თქმა უნდა, ჩამოდიხარ ტრეკზე, ეგრევე სპორტს აჭერ, დაგაზავ. გადიხარ ქალაქში, ჩვეულებრივ კომფორტ რეჟიმს ირჩევ და ადამიანურად შეგიძლია იარო და იკაიფო ამ მანქანით. ნუ რა თქმა უნდა, ერთი მინუსი შეიძლება მინუსაცაც ითქვას, ეს არის ავტომობილის სიმაღლე, ანუ მიწიდან ძალიან დაბალია და არ აქვს ის რეჟიმი, რომ უბრალოდ დავაჭეროთ ღილაკს და აიწიოს და სადმე გადავიაროთ უგაროგზე. და საბოლოოდ რას ვფიქრობ ამ მანქანაზე? ამ მანქანაზე იმას ვფიქრობ, ყველაზე განსხვავებული და ყველაზე ლამაზია კონკურენტებთან შედარებით. ნუ თავის წლებს გულისხმობ და არა 2020-იან ავტომობილებს. ეს მანქანა არის 2012 წლიანი და ბევრი კომენტარი იწერება ხოლმე და პირადში წერია, რომ აი წვას რატო არ ახსენებ, წვას რატო არ ახსენებ. ეს ის შემთხვევა, როდესაც წვა არ უნდა ვახსენებ, იმიტომ რომ ამის წვა აი არ უნდა გაინტერესებდეს. ყველაზე ბოლო რაც შეიძლება დაგაინტერესოს ამ მანქანაში არის წვა. კი, არის რამოდენიმე ავტომობილი, რომელსაც ვახსენებ ხოლმე სპეციალურად და ბევრს წვავს, მაგრამ ისინი არის რაიც სედანები, კუპეები რაღაც. ეს არის სხვა განზომილება. ანუ ამის წვა საერთოდ არ უნდა გადარდებდეთ. ანუ როგორც ივლი, ისე დაწვავს. ნელა ცოტას დაწვავს, ჩააჭერ ყველას დაწვავს. ფასად შეეხება 8 ცილინდრიანი შეიძლება შეიძინო 40-დან ზევით, მაგრამ 10 ცილინდრიანები დარწმუნებული ვარ, რომ 60-დან ზევით ღირს, იმიტომ რომ ამ მანქანების ფასი აღარ ჩამოდის, პირიქით, 10-ით უმოემატება. უღრმესი მადლობა პატრონს, რომ გვათხოვა ეს მანქანა, იმიტომ რომ მაინტერესებდა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აინტერესებდა. ეხლა უკვე დრო მოვიდა, რომ ეს ავტომობილი დავაბრუნოთ უკან, ჩვენ ისევ წავიდეთ და ჩავტყვრეთ, იმიტომ რომ ახალი წელია და რამე კარგი მინდა დავიბედო. მე ვარ გიორგი სარიშვილი, თქვენ უყურებდით R8-ს, რომელიც არის გადაღებული Samsung Galaxy S20-ით, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი კადრები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. დროებით, იმედია ისიამოვნეთ. Excusez-moi. ეს გარედან რაღაც ლამაზნაირად. გადი პისო. მწვანე ჯოჯოხეთი, აუდის. რატო იგონებ ხოლმე? ეხლა რა გინდა? ეუას. იცი ცხრილი გამიშთა შეჩემა.